გამარჯობა. დღევანდელი ვიდეო იმიტომ ჩავწერე, რომ მე თქვა მადლობა. არ მეგონა ჩემს წინა ვიდეოს ამდენი გამოხმაურება თუ მოყვება და ბოლო დღეებში თქვენგან იმდენი თბილი კომენტარი გამხნევა და სიტყვა წამოვიდა, უბრალოდ კომენტარში პასუხის გაცემით ვერ დავჯერდებოდი, არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, ამიტომ გადავწყვიტე ვიდეო მომართვა გამეკეთებინა და მადლობა გადამეხადა ყველას გამხნევებისთვის. ძალიან რთულია ამ ცხოვრებაში, ვინმეს ესეთი ტკივილი გულთან ძალიან ახლოს მიიტანო, ესმის ყველას თავის გასაჭირი აქვს და ზუსტად ამიტომ გიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ სხვისი ესე უცხო ადამიანის ტკივილი მიიტანეთ ამდენად გულთან და ამდენი თბილი სიტყვა და სიყვარული, გამხნევება, რა დავარქვა, არ ვიცი, თქვენს მიერ სწორად დახარჯულ სიტყვებს ჩემს მიმართ, ასე რომ ვთქვათ, ძალიან რთულია ზოგადად ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანის რაიმე გამამხნევებელი სიტყვა უთხრა, სწორად შეარჩიო, წინადადება, რომ მეტად არ ეტკინოს, ან არ გამოგივიდეს ისე თითქოს გეცოდება, ან მსგავსი რაღაც. მეც მქონია ერთხელ მომენტი, რომ მდომებია ვინმესთვის, ვისაც ესეთი ტკივილი აქვს და ჩემს მდგომარეობაშია, მიმეწერა, მაგრამ ვერ გამოვნახე სწორი სიტყვები, როგორ შემეძლო ჩემი სათქმელი მეთქვა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ბევრი კომენტარი წავიკითხე, თითქმის ყველა, ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ თითქმის ყველა წავიკითხე. ძალიან ბევრი პირადი შეტყობინება მომივიდა კიდე რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. შემდეგი საკითხები, რაზეც ასე ვთქვათ, დაინტერესება იყო, ჯერჯერობით ამ თემებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ ვარ მზად. ძალიან ბევრი კომენტარი იყო ისეთების, ვინც იყვნენ ჩემი ძალიან დიდი ხნის ნაცნობები, ასევე ნიკუშას ბევრი ნაცნობის კომენტარიც იყო და არ შემიძლია ესე გავატარო. მე მინდა ნიკუშას ნაცნობებს უპასუხო, რომ ძალიან დიდი მადლობა ნიკუშას ასე მოხსენიებისთვის, ვინც იცნობდა ნიკუშას, როგორც ერთ-ერთ გოგონას დავუწერე, ნიკას მეგობარი ვარო დამეწერე, როგორც მას დავუწერე, ნიკასთან საკმარისი იყო 1 საათის გატარებაც კი, უკვე ადამიანი გიყვარდა, იმდენად თბილი და კეთილი ადამიანი იყო. არ დავიწყებ ხა ჩემი უბრალოდ დახასიათებას, ვინც იცნობდა კი იცის როგორიც იყო. ასევე იყო ერთ-ერთი კომენტარი, უბრალოდ არ ვთვლი, რომ უხეშად უნდოდა გამოხატვა თავის ემოციის და დაწერა, მაგრამ ეგრე გამოვიდა ალბათ. დაიწერა, რომ ამ ცხოვრებაში ყველას ძალიან დიდი ტკივილი გვაქვსო და თქვენს ტკივილს ნუახავთ თავზე სხვასო. მინდა ვუპასუხო ამ გოგონას, რომ არავის არ ვახვევ ჩემს ტკივილს არანაირად თავზე, უბრალოდ ამდენი წლის ნაგროვები, ემოციები, როგორღაც მინდოდა გამომეშვა კი, ძალიან ბევრი ახლობელი, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და შემიძლია ნებისმიერ წუთს ვესაუბრო, მაგრამ არის რაღაც, რაც მაინც ჩარჩენილი გაქვს გულში და ვერ გამოხატავ. ამიტომ მინდოდა ამ ფორმით ამომეშვა, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ეს ემოციები
რომ იქნებ ცოტა მაინც მომეშვას. ზუსტად ამიტომ ჩავწერეთ, რომ სხვა არანაირი მიზანი არ მქონია ნამდვილად. კიდევ ვიმეორებ, არ მეგონა ამდენი გამოხმარება თუ მოყვებოდა. მე უბრალოდ ესე მინდოდა ემოციებიდან დაცლა და ჩავწერე ზუსტად მაგიტო, სხვა არაფერ მიზანი არ მქონია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქვრივი და შვიდმკვდარი დედა არის ყოფილა თურმე ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პირადი შეტყობინება მომივიდა ზუსტად ჩემს ხუმრობაში ყოფი ადამიანებისგან და კომენტარებშიც დაიწერა თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი ბავშვის და მეუღლის. შევეცდები შემდეგ ვიდეოებში თუ გადავწყვეტ ჩაწერას და თუ დაინტერესება იქნება მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის დიაგნოზზე, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი იყოს მსგავს დიაგნოზის მქონე და არ იცოდეს და გვიან აღმოაჩინოს და დაგვიანებული იყოს მკურნალობა და რაღაც აზრი აღარ გქონდეს უკვე. მეცდები ემოციებისგან თავი შევიკავო, მაგრამ ვერ გპირდებით როდის გაგცემთ მაგ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ არ ვიცი. ასევე ბევრი შეტყობინება იყო ჩემი და ნიკუშას ურთიერთობაზე. ერთმა გოგონამ დამიწერა, თქვენი სიყვარულის ისტორია იყო ზღაპარიო. ხო და მაგის მერე უკვე იყო პირადი შეტყობინებები ძალიან ბევრი ადამიანის, როგორ გაიცანით ერთმანეთი და მოგვიყევით თქვენი ისტორია და მსგავსი მოთხოვნები, ესე რომ ვთქვათ. არ ვიცი რამდენად შევძლებ ამის მოყოლას, მაგრამ ვეცდები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი პირადი შეტყობინება მომივიდა და არ მინდა ესე გავატარო უინტერესოდ, თითქოს არ მაინტერესებს. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ამ რთულ პერიოდში, ამ რთულ ცხოვრებაში მივხვდოთ იმისა, რომ ყველას ჩვენი გასაჭირი გვაქვს შეძელით ჩემი გამხნევება. ყველას გისურვებთ შვიდ ცხოვრებას, იმედს, სიყვარულს და საყვარელი ადამიანების დაფასებას ყოველი წუთით და ყოველი წამით შეგრძნებით. არ ვიცი კიდე რა ვთქვა, ეს არ მინდა ეხა ისე გამოვიდეს ეს მადლობა თითქოს აი გულგრილად და მოვალობის მოხდის მისნით გეუბნებით, არა, იმიტომ რომ მთელი გულით გიხდით მართლა მადლობას, მართლა არ მეგონა ამდენი გამოხმაურება თუ მოყვებოდა. და ვეცდები ის დასმული კითხვები რაც იყო, დრო გაგცეთ პასუხი.